მოგესალმებით. მე ვარ ანასტასია, ეს არის გადაცემა სივრცე და დღეს ჩემი სტუმარია მუსიკოსი და ხელოვანი ლევო ლაზარიშვილი. ლევან, გამარჯობა. გამარჯობა. უღრმესი მადლობა რომ მოხვედი. მოგესალმები მაყურებელს. მოგესალმებით მეც. და პირველ რიგში ვუთხრათ მაყურებელს დარწმუნებული ვარ ყველა მიცის, მაგრამ შენგანაც რომ გაიგოს, ვინ არის ლევო ლაზარიშვილი? ლევო ლაზარიშვილი არის ბავშვობიდან თუ დავიწყებთ მომღერალი, ხელოვანი, უხატავ პირადად კონკრეტულად ადამიანებს. ეს პროექტი დავიწყე 3 წელია, მუშაობდი ხმის რეჟისორად, სტუდიებში, ვხეროდი სხვა მიმართულების მუსიკას. 12 წელი გავატარე საზღვარგარეთ, ვხეროდი კიდე სხვა ადგილებში. და, რა ვიცი, ბევრი როგორც იტყვიან, ბევრი ხელოვნების დარგს მივედი. ნამდვილი ხელოვანი ხარ. და ყველაზე მეტად რაც მაინტერესებს და ცოტათი მაინც შევეხოთ ამ საკითხს, შენ შეგიძლია კომუნიკაცია გქონდეს სხვა სამყაროსთან. უბრალოდ დეფინიციას უბრალოდ დავხსნი იმას, რომ მე ზოგადად ის რაც ჩვენ ყველანი ვართ თითქმის ერთნაირ პირობებში და ვართ კონკრეტულ სამყაროში, სადაც ცხოვრობთ. გვაქვს ჩვენი ხედვა, გვაქვს ჩვენი ინტერესები, გვაქვს ჩვენი მიზნები. აქედან გამომდინარე, არსებობენ, ანუ ყველა ადამიანი არის, როგორც იტყვა, ეხლა უფრო ხშირად იხსენიება სიტყვა კონტაქტორი, ყველა ადამიანი კონტაქტორი. სულიერ სამყაროსთან ყველა ადამიანი არის კონტაქტორი და სხვადასხვა სამყაროსთან, ზოგს ეს გაცნობიერებული აქვს და ზოგს არ აქვს. როგორ უნდა გამომდინარე, რომ გაცნობიერო ზოგადად შენ რა დონის ნიჭი გაქვს, ან რა დონის კონტაქტი შეგეძლია, ჩვენ თვითონ ვართ სოციალური არსებები და ყველას გვაქვს მიდრეკილება კონტაქტისთვის, ხო, რა თქმა უნდა. ეს არის ჩვენთვის მთავარი, როგორც იტყვიან, ყველა იმ სამყაროში სადაც ცხოვრობ, ყველაზე მეტად გვაინტერესებს ურთიერთობა. ამ ურთიერთობას მოყვება განვითარება, მოყვება ინტერესები, მოყვება შეკითხვები და მოყვება ის მიზნები, საერთოდ ჩვენ გვინდა რომ წავიყვანოთ ჩვენი ცხოვრება. აქედან გამომდინარე, მეც როგორც ყველა ჩვენ, მქონდა ბავშვობაში რაღაც ისეთი მომენტები, რომელმაც მე საბოლოოდ რაღაცები მე ჩემ თავში გავარკვიე. რატო იყო როგორ და რას პასუხობდა, მქონდა ძერ ბევრი კითხვები, მაგრამ არ მქონდა პასუხები. შესაბამისად, ამას ყველაფერს შემიძლია დავარქვა ის, რომ ანუ ჩვენ როგორც პიროვნებები და ინდივიდები გვაქვს რაღაცა შეკითხვები სამყაროსთან, ამ შეკითხვებს ვსვავთ, მე გვიშთება ჩვენი დავუშვათ დამოკიდებულება სამყაროს მიმართ, დამოკიდებულება რელიგიის მიმართ, დამოკიდებულება ჩვენი ხედვა ზოგადად როგორ უყურებთ ჩვენ ზოგადად სამყაროს, რისი გვჯერა და რისი არ გვჯერა. აქედან გვარი ყველა ადამიანი თავისი განვითარების ეტაპზე იმყოფება და სხვადასხვა განვითარების ეტაპებზე ვიმყოფებით სინამდვილეში. და გვაერთიანებს ის, რომ ცხოვრობთ ერთ ქალაქში, გვაერთიანებს ის, რომ ცხოვრობთ ერთ ეროვნებაში, ერთ კულტურაში, ვიზრდებით, ყალიბდებით, ცხოვრობთ და ან მივდივართ ამ ქვეყნიდან სინამდვილეში. ეს ყველაფერი არის სკოლა, იმისთვის, რომ ჩვენ ყველაფერი ვისწავლოთ და ეს ჩვენ თვითონ გვინდა, რომ ესე იყოს. აქედან გამომდინარე, ის რომ დავუშვათ მე რაღაცები გავარკვიე ჩემ თავში და რაღაცისკენ მიმიყვანა პასუხამდე მიმიყვანა, რომ ეს დავუბრუნდი, გადავახვიე როგორც იტყვიან გონებაში უკან და დავუბრუნდი ბავშვობაში, მივხვდი რომ იმ 5 წლიდანვე უკვე არის იმის ნიშანი, რომ შენ შეგიძლია გაარკვიო, გაქვს თუ არა კონტაქტი. და როგორ უნდა გავარკვიო? აი დავუშვათ შეიძლება ესეც რაღაც უცნაურად მოგეჩვენოს, ის რომ ბავშვობაში ადამიანებს აქვს რაღაცა ცოტა განსხვავებული, ბავშვებს აქვს განსხვავებული ლაპარაკი, განსხვავებული ხედვა, რაღაცებს ამბობენ, ისეთ არარაციონალურს, რომელსაც მე შემდგომში უკვე ავიწყდებათ, როდესაც იზრდებიან, ბავშვობაში ამბობენ 1000 რაღაცებს, რომელიც
რეალურად სინამდვილეში მართავს იძახიან, მაგრამ გადმოსცემენ იმ ინფორმაციას, რომელიც დაუშვათ მოაქვთ ამ სამყაროში, რაღაც პერიოდი ახსოვთ და მე უკვე აღარ ახსოვთ, იმიტომ რომ ეს მეხსიერება კრება. აქედან გამომდინარე ეს არის რთული, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ეხლა ცივილიზაციაში, რომელშიც ეხლა ჩვენ ვართ, ამ ცივილიზაციას ჯერ არ აქვს პასუხები იმ კითხვებზე, რა კითხვებზედაც ჩვენ ბავშვობაში სადაც ჩვენ კითხვები უკვე გქონდა ბავშვობაში, ეს ცივილიზაცია ჯერ ის პასუხები არ აქვს, ანუ იმ დონეზე რომ თვითონ ცივილიზაციას არ აქვს პასუხი, რელიგიას აქვს პასუხები, თავშესა ეზოთერიკასაც აქვს პასუხები, მაგრამ ანუ ჩემი ზოგადად ის რომ დავუშვათ მე ხა ამ გადაცემაში მოვედი იმისთვის რომ მინდა ორი სიტყვა თქვა და დაგთანხმდით ამ ინტერვიუზე თუ შეხვედრაზე თუ რა როგორი ფორმატით არის თქვენ დაარქვით ამას სახელი ჩემი აზრით საინტერესო არის რომ ანუ ეს ინფორმაცია ანუ მე იმის თქმაც მინდა შევძლებთ ცოტა უფრო როგორც ვთქვა რამოდენიმე სიტყვაში გავაჟღერო ისთვისაც ვარ აქ მოსული. ლევან, გკითხავ რა, რისთვის გჭირდება ეს თუნდაც იმ ყოფაში დაბრუნება, იმის გაგება? ჩვენ ეს ცხოვრების ხარისხზე როგორ აისახება და საინტერესოა. ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი მიზნები, ზოგადად ადამიანებს გვაქვს ჩვენი სულიერი მიზნები და სულიერი მიზნების მიხედვით ვიბადებით ამა თუ იმ სამყაროში. რა მიზნების ჩვენ გვინდა რომ მივახციოთ. შესაბამისად, ანუ იყო რამდენიმე დაუშვათ, მაქვს რამდენიმე შეხვედრები ჩატარებული, მაქვს კონტაქტი დაუშვათ სხვადასხვა ჯგუფებთან, საზღვარგარეთ ჯგუფებთან, აქვთ კონკრეტული გადაცემები, აქვთ არიან ჯგუფები, დაუშვათ ესე იგი არიან უკრაინაში, არიან ამერიკაში, სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც თავისი ლოკალურ დონეზე განიხილავენ ინფორმაციას, ლაპარაკობენ ეზოთერიკაზე, რელიგიაზე, ანუ იმ კითხვებზე პასუხობს რაც დღეს ძალიან აქტუალურია და ძალიან ხალხს ბევრი რამე აინტერესებს. შესაბამისად მეც მომეცა მაგის საშუალება მაგ ხალხთან ურთიერთობის და ბევრი რამე ჩემთვის გავარკვიე. ვარ ანუ ზოგადად მაქვს იმის ინტერესი რომ ზოგადად ქართულ ტელესივრცეში უფრო ისე არა დაუშვათ რა ლექსიის დონეზე არა ქართულ ტელესივრცეში დავუშვათ გაგვეკეთები ესეთი ტელეხიდი სადაც ჩვენ სხვადასხვა დაუშვათ ეროვნების და სხვადასხვა კულტურის და სხვადასხვა ქვეყნებში შეუძლებოდა ესეთი კომუნიკაცია ტელეხიდის მეშვეობით სადაც ჩვენ როგორც საქართველო ვართ პატარა ქვეყანა არის უფრო დიდი ქვეყნები სადაც უფრო ფართოდ განიხილავენ სხვადასხვა თემებს სადაც ძალიან საინტერესოა მიზანი არის ის რომ დავუშვათ ჩვენ უფრო ღრმად შევისწავლოთ ზოგადად ჩვენი არსებობა, ჩვენი ყოფა, ღრმად შევისწავლოთ ეზოთერიკაც, რელიგიაც და სულიერება და ეს შევძლოთ ამის გაერთიანება. ჩემი ანუ ესეთი მესიჯი ზოგადად საზოგადოების მიმართ რომ აი დავუშვათ მე მაინტერესებს ის რომ საზოგადოებამ დაინახოს პრობლემა ზოგადად რაშია იმაში რომ ჩვენი მიზანი უნდა იყოს ის რომ ჩვენ შევძლოთ უფრო მეტად განვითარდეთ სულიერად. განვითარდეთ სულიერად ის რომ ვიყოთ უფრო რელიგიურები და ანუ ცოდნები სხვადასხვა დავუშვათ ეზოთერიკის ცოდნა შევაერთოთ გავაერთიანოთ დავუშვათ სულიერის ცოდნა. მინდა და მეკითხა რელიგიის და ეზოთერიკის შერწყმა რამდენად არის შესაძლებელი? ჩემი აზრით რელიგიის და ეზოთერიკის გაერთიანება არის ჩვენი მომავალი. ცივილიზაციის მომავალი ანუ ეგ არის მიზანი რისკენაც საერთოდ უნდა წავიდეს ცივილიზაცია. იმიტომ რომ რელიგიას აქვს კონკრეტული მიზნები, რომელიც აბსოლუტურად სწორია, კონკრეტული მიზნები კონკრეტულ ადამიანს, კონკრეტულ რელიგიურ ჯგუფი, დავუშვათ პირველ რიგში ვარ ქრისტიანი და მე ქრისტიანობაზე ვილაპარაკებ. ქრისტიანობას აქვს ყველაფერი ჩამოყალიბებული კონკრეტულად და კონკრეტულად როდესაც მიყვები ქრისტიანობას აუცილებლად მიგიყვანს იმ გზაზე, რა გზაზედაც შენ სულს უნდა რომ მივიდეს. მაგრამ ამის გარდა შენ თუ კიდე გინდა ცოდნა რომ უფრო ღრმად გაიგო და გამო შენი გულით გაიგო ეს ყველაფერი, ცოდნით გაიგო და ეს ყველაფერი შეაერთო ერთმანეთში,
აქ ანუ ეს არის ესეთი გაგება რომ თუ ეზოთერიკისკენ ხარ, ესე იგი არა ხარ ქრისტიანი. თუ ქრისტიანი, ანუ შეიძლება ისე მოხდეს რომ ამან ცოდნებმა, აი ცოდნამ არ შეუშალოს ერთმანეთს ხელი. შეიძლება შენ რაღაცა მეტი იცოდე და მეტი ცოდნის გამო შენ ამაში ხელი, ანუ შენ ღმერთის სიყვარულში ხელი გეშლება. ხო, რაღაც. ანუ ეგ არის შიშები. სინამდვილეში რაც მე გავარკვიე ჩემთვის გავარკვიე ის, რომ ადამიანები, რომლებიც თუნდაც სხვა რელიგიას არ კითხულობენ, სხვა ცოდნას არ ღებულობენ, აქვთ ირაციონალური შიშები, რომ მე თუ იმას ვისწავლე. გადამიბირა? მე ესე იგი იქიდან რომ შევხედავ, ეს არ შეიძლება. აი ესე იგი ანუ წარმოგიდგენო ღმერთი, მამაზეციერი ღმერთი, რომელიც არის აბსოლუტი და რომელმაც ყველა ჩვენ გაგვაჩინა იმისთვის, რომ ჩვენ განვითარდეთ და უფრო ახლოს მივიდეთ ღმერთთან ჩვენი ცოდნით და ჩვენი სიყვარულით, ჩვენ გვიგრძალავს იმას, რომ ჩვენ რაღაცა ვისწავლოთ. აბსოლუტურად. უკვე აქ შეიძლება, ანუ შესაბამისად ყველაფრის პასუხი ყოველთვის არის შენი სინდისი და შენი სინდისი არის შენი კონტაქტი, შენ სულიერ სამყაროს და საიდანაც შენ ადვილად მიხვდები, შენივე თავს დავუსვი იგივე კითხვას და მიხვდები ეს ეგრეა თუ არ არის ეგრე. ანუ რა დონეზე შეიძლება რომ ეს იყოს სიმართლე. აქედან გამომდინარე, აი ყველაზე მარტივი ჩემი აზრით რასაც დავუშვათ, ის სულიერ სამყაროს და კონტაქტი ქვია, ეს არის ჩვენი სინდისთან ურთიერთობა, ჩვენ ამას დავუშვათ მეცნიერება ეძახის ქრისტიანობიერთან კონტაქტი, ეზოთერიკა ეძახის უმაღლეს მესთან კონტაქტი, ხო და რელიგია ეძახის იესო ქრისტესთან კონტაქტი, ხო, ანუ ქრისტესას გაზროვნებით და ქრისტესთან, ანუ ქრისტე უნდა იყოს შენ გულში, რომელიც არის შენი ღმერთი, რომელთან შენი ნდობით და შენი გულით, რომელსაც შენ უხსნი, ღმერთს, ანუ შენ გულში უნდა შემოუშვა შენი იესო ქრისტე. ესე არის იქ რელიგიაში. ეზოთერიკაში რომ შენ უმაღლეს მეს უნდა დაელაპარაკო. რა არის უმაღლესი? შენ უმაღლესი მე ეზოთერიკაში არის ის სულის ნაწილი, რომელიც დარჩა სულიერ სამყაროში, რომელიც იგივე შენ ხარ, მაგრამ შენი ის ნაწილია, რომელიც იქ ანუ სულიერ სამყაროს რეალად ვერ ტოვებ, იმიტომ რომ სულიერი სამყარო არის მატერია. და ანუ ჩვენ ახლა ვართ მატერიაში, ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ სულიერი სამყაროდან აი ეს ფიზიკურად კიბეებით ვიღაცა ჩამოვიდა, ეს სადღაც სხეულში ჩახტა, მე ესე იცხოვრა და უცებ ამოხტა და წავიდა. ეგრე არ არის, რა თქმა უნდა. ეს მულტფილმი არის ცოტა ანუ დამყარებული მატერიალურ სამყაროს ხედვიდან და ჩვენი აზროვნებიდან, სიამოვნებაში ცოტა ყველაფერი უფრო არის რთულად. როგორი? მაგრამ უფრო რთულად არის, ანუ სულს არ აქვს წყვეტა ერთმანეთისადმი, სული რომელიც იბადება სულიერ სამყაროში, ეზოთერიკა ამბობს, რომ სულიერ სამყაროს სული ვერასოდეს ვერ ტოვებს. შესაბამისად, ახლა სულიერ სამყაროს სული ვერასოდეს ვერ ტოვებს, ის რჩება სულიერ სამყაროში ნაწილობრივ, იქ რჩება მისი გონება, რომელმაც ყოველთვის იცის ვინ არის თვითონ და ის ნაწილი, რომელიც არ აქვს გონება, მაგრამ აქვს სულის გული და სულის ნება, ის ნაწილი ისახება სხეულში, ამას ეზოთერიკა. ისახება სხეულში, რომელსაც ის უწყვეტი კავშირი თავის უმაღლეს მესთან, ანუ იმ ნაწილთან, რომელიც უმაღლესი მან და არც ერთი არ არის, ორივე თანაბარია, ანუ არც ერთი, ანუ სულის ერთი ნაწილი მეორეზე უკეთესი, რა თქმა უნდა, არ არის. ხო ხტები რას, ანუ რას გულისხმობ? აქედან გამომდინარე, უმაღლესი ნაწილი არის ის ნაწილი, რომელიც არის შენი სულის გონი, რომელსაც ყველაფერი ახსოვს და რომელსაც აქვს კიდე ახსოვს ისიც, რისთვის მოხვედი შენ აქ. შესაბამისად, რახან იმას ეს ყველაფერი ახსოვს და შენთან ეს წყვეტა არ აქვს და შენ გაქვს მასთან კონტაქტი, ამ კონტაქტს უკვე ის ნაწილი, რომელიც ჩასახულია, ეძახის სინდისს. მიხდი ხო მარტივად. ესე იგი შენ სინდისმა თუ შეგაწუხა, რასაც ჩვენ ვეძახით რომ შემაწუხაო, ეგ ნიშნავს რომ შენ ამ მატერიალურ სამყაროში აკეთებ იმას, რაც შენი მიზანი ზოგადად სულიერ სამყაროდან არ იყო. გაიგე ხო? და უმაღლეს მესთან და შეხვედრა. ის პირდაპირ გერევა, ანუ ის ხდება ჩარევა, ანუ სინდისი კეჯნის, როგორც ითქვიან, რომ თავშეთ შენ არ შეგეძლია ადამიანს ესწრებო, იარაღი არაფრის გამო და მოკლა. ეს უკვე სინდისი გეუბნება, რომ ეს არ უნდა გააკეთო, იმიტომ რომ ნებისმიერი შენი ქმედება, რომელიც მიმართულია დესტრუქციისკენ, რომელიც მიმართულია დანგრევისკენ და გაფუჭებისკენ, აუცილებლად შენ სულზე ეგ აისახება და შენ როდესაც შენ უკვე დაბრუნ ამ სულით გახვალ ამ სხეულიდან, მაგ მდგომარეობას
ანუ აიღებ შენ თავზე მაგ პასუხისგებლობას, ამ პასუხისგებლობით დაბრუნდები უკან, შევერთდები შენ უმაღლეს მიზანს და ეს თქვენ ორივე უკვე დამძიმდებით ამ შენი საქციელით და შენი მიზანს, რისთვისაც მოხდი ვერ ასრულებ. ანუ ყველა ადამიანს გვაქვს ჩვენი მიზანი, რისთვისაც ვიბადებით ამ მატერიალურ სამყაროში. რა თქმა უნდა. ჩვენი მიზანი არის განვითარება, ჩვენი მიზანი არის ყველაფრის სწავლა, რისთვისაც აქ ანუ ისო შენ დაიბადე სამყაროში, სადაც შენ გააჩინე ბავშვილი, იცხოვრე იმ სოციუმში, იმ სოციუმში გააჩინე შვილი, იმ სოციუმში იცხოვრე, გაღზარდე, შენი წვლილი შეიტანე იმ საზოგადოებაში, აუცილებლად შენ ორი საქმე გააკეთე, ანუ შენ საზოგადოებას დაეხმარე როგორც პიროვნება და ინდივიდი, შენ იმ საზოგადოებაში იცხოვრე და შენი ენერგია დახარჯე იქ, შენი ცხოვრება იქ გაიარე, ამასობაში შენ პარალელურად შენ სულს დაეხმარე, იმით რომ ამ სულმა მიიღო ეს უნიკალური გამოცდილება, რომელსაც ყავდა შვილი, ისწავლა შემწყნარებლობა, მეტყველება, გვერდზე დგომა, რაც არის დადებითი ყველაფერი ისწავლა, თავის სული უფრო გაზარდა და ამ გაზრდილი სულით, ამ მდგომარეობით დაბრუნდა ისევ სახლში. ანუ იმ თავის მუდმივ სახლში, რომ საიდანაც ანუ ეს უკვე თავის თავში ამბობს, ანუ ეზოთერიკას ამტკიცებს, რომ სული არის უკვდავი. რეინკარნაციას რაც შეეხება, რეინკარნაციას, ანუ ეგეც ეზოთერიკა ამბობს რეინკარნაციას, აქვს კონკრეტული მიზანი, იმიტომ რომ ის რაც შენ დაუშვათ ამ ეტაპზე აიყვნენ, თუ ჩვენ ამას სინდისის კუთხით განვიხილავთ, ეხლა ანუ შენ როგორც თავშოთ ის ანუ შენ როგორც იყავ ჩვეულებრივი მსმენელი, რომელიც ეხლა ამ წუთას ჩემი ლაპარაკიდან დასკვლა გამოგაქვს, მე გეკითხები, პირადად გეკითხები ესეთ რამეს, რომ შენ თუ ანუ ამით რომ აღიხსნა რა ინტერესი აქვს ზოგადად რეინკარნაციას. რეინკარნაცია როგორც თვითონ ხელახლა ისევ დაბრუნება და ჩასახვა, ჩემთვისაც ცოტა უხერხული და გაუგებარი იყო. რატო უნდა შეიძლებოდეს ეს და ეს ხوار წინააღმდება ზოგადად იმ ღვთაებრივ პრინციპებს, ზოგადად არსებობის პრინციპს ხوار წინააღმდება და რელიგიას ხوار წინააღმდება. მაგრამ აქ არის ის კიდე მეორე მომენტი, როდესაც შენ დავუშვათ იმ სამყაროში, სადაც დაიბადე და შეგეშალა და ვერ წაიყვანა შენ სულიერი ცხოვრება ისე როგორც უნდა წაგეყვანა და შენ დაბრუნდი დავუშვათ უკან უფრო დაბალ ნიშნულზე შენ სულიერების ვიდრე იყავი, ანუ შენ ესე იგი გინდა კიდევ ერთხელ დავუშვათ სხვა სამყაროში ისევ დაიბადო, მაინც გებლოკება მეხსიერება და არ გახსოვს საიდან მოდიხარ და გამოდის რომ შენ ღმერთი ამის საშუალებას არ გაძლევს. ნახე? ხო. უყურე, ნახე არის ღმერთი, აბსოლუტი, რომელიც არის ამის ყველაფრის ენერგიის მომცემი, შენ ანუ დაინტერესებულია, რომ შენ ვინც გაგაჩინა სულიერ სამყაროში და მისი შვილები ვართ ჩვენ ყველანი, არის იმაში დაინტერესებული, რომ შენ აღარ განვითარდე? ანუ რეინკარნაციის კითხვაზე პასუხი შენ შეგვიძლია შენ გასცე მარტო იმ გულით გასცე, რა გულითაც ღმერთს შეუძლია, რომ ანუ შენ შეგვიძლია წარმოიდგინო, ანუ მიზანი რა არის, იცი, ანუ ჩვენ ყველა სულებს გვაქვს მიზანი განვითარების, ხო? ღმერთის ანუ რომელსაც ჩვენ უპირობოდ უყვარხარ. უნდა ანუ სწორება უნდა გააკეთო მაგაზე. პირველ რიგში უნდა დაინახო მიზანი, პირველ რიგში უნდა დაინახო რისთვის არის ეს საჭირო და რას ემსახურება, ზოგადად სული რატო არსებობს, ზოგადად სიცოცხლე რატო არის სიცოცხლე, ღმერთს რა უნდა შენგან, აქედან თუ გამომდინარე უპირობოდ სიყვარულიდან, უპირობო სიყვარული უკვე თავის თავში გეუბნება, რომ შენ ის თუ რაღაცის შანს აღარ გაძლევს, ის შენთვის რაღაც უკვე იკეტება კარები, ეს სიყვარულს უკვე ეწინააღმდეგება. არა ვარ მართალი? შეიძლება რომ მე შენ ახლა მიყვარდე და ესე იგი შენ ხარ ჩემი შვილი, მე მიყვარხარ რაღაც გააფუჭე და მე მეორე შანსი არ გაძლევ. შენ შულს აღარ მისცემ მეორე შანსს. აბსურდია. ხო შეიძლება შენ შულს რაღაცას დაუბლოკა, იმიტომ რომ დასჯი? ანუ შენ საკუთარ შვილის დასჯა შედის შენ ინტერესებში? შეიძლება უფრო რომ ასწავლო მაგალითად. ხო, მაგრამ შენ ინტერესში თუ უპირობოდ გიყვარს, შენ გინდა რომ ის უპირობოდ განვითარდეს. ნებისმიერი მისი ქმედება შენთვის მისაღები, რომ შენ ყველაზე დიდი მიღებლობა, რაც მეტად იგივე ადამიანი მიიღებ იმას, რომ ღმერთს უყვარხარ, ის შეცდომა შენს ნაკლები მოგივა
და ის რელიგია, ნებისმიერი რელიგია, რომელიც დაუშვათ ქადაგებს სიყვარულს და ღმერთს, ყველა რელიგია არის დაინტერესებული იმაში, რომ ამ რელიგიის მიმდევრებმა შეძლონ ღმერთთან კონტაქტი, ურთიერთობა გაზრდა და სულის ამაღლება. შესაძლებელია ღმერთთან კონტაქტი შუამავლის გარეშე? ღმერთთან კონტაქტი შუამავლის გარეშე არის აი შენ შინაგან ეზოთერიკა როგორც ამბობს დიალოგში შეხვიდე შენ უმაღლეს მესთან რახან შენ უმაღლესი მე ნახე არის სულიერ სამყაროში იმ სულიერ სამყაროში სადაც იქ არავის არაფერს არ უმალავს და იქ არ არსებობს ანუ იქ ყველა სინათლეში ყველანი არიან ერთნი არსებობს კოლექტიური გონი ხოც რაც არის კი აი კოლექტიური გონით, როდესაც შენ კოლექტიურად შენი სინათლე, ღმერთი რომელსაც გაძლევს, იმას ყველას უზიარებ და იქ რაღაცა მაცადე ხა მე და კედელს ამოეფარე და რაღაცა არ თქვია, რაღაცა თქვი, ეგ ზოგადად ეგეთი ადამიანური ხედვები იქ არ არის და იქ ყველაფერი გახსნილია, იქ რასაც შენ ელაპარაკები, შენ უმაღლეს მას იგივეს ელაპარაკები ღმერთსაც, ანუ ღმერთს და მას უკვე ერთმანეთთან დაკეტილი ინფორმაცია არაფერი არ არის. სადაც დასამალი არაფერი არ არის, იქ შენ უმაღლეს შენ რასაც ელაპარაკები შენივე სინდის, ფაქტურად შენ ღმერთსაც ელაპარაკები. შენ კონკრეტულად ღმერთს იმ წუთას არ ელაპარაკები, მაგრამ პოზიცია, რომელიც უკვე სინათლიდან გამომდინარეობს, მან უკვე ცდომილება იმისი, რომ შენ სინათლე არ მოგცა და დაგიმალა, ეგეთი რამე არა. იხდი ხო? ვირჩევთ რეალურად სადამ ამ სამყაროში ამ მატერიაში დავიბადებით ჩვენ თვითონ ვირჩევთ მე როგორც მე ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს სხვადასხვა ჯგუფებთან რომლებიც დავშ ეზოთერიკულად ძალიან ხანგრძლივად განიხილავენ და ყველაფერზე ძალიან დეტალურად ლაპარაკობენ მაქვს იმის სურვილი რომ ზოგადად ესეთი ტიპის გადაცემა გავაკეთოთ საქართველოში სადაც უფრო დეტალურად სიღრმისეულად ძალიან ბევრი ინტერესია ზოგადად საზოგადოებრივი და მაქვს რამოდენიმე სულ 3 პოდკასტი ჩაწერილი ლექციებს ხო სადაც ესე დეტალურად მე ჩემი მხრიდან შემილია რაღაცა ქართულ ენაზე ვილაპარაკო, მაგრამ ესეც კიდევ თვლი რომ საკმარისი არ არის, ხალხს აქვს ძალიან ბევრი შეკითხვები და ანუ ყველას აინტერესებს, იმიტომ რომ საზოგადოება ნელ-ნელა უკვე არის მზად რომ მეტად ცოდნა მეტი მიიღოს, საზოგადოება უკვე ზოგადად მზად არის უკვე ტექნოკრატულ განვითარებასთან ერთად ჩვენ სულიერადაც უნდა განვითარდეთ. აქედან გამომდინარე ეს ინფორმაცია რომ დავუშვათ ჩვენ კითხვა რა იყო? თავიდან კითხვა იყო, ახალი კითხვა მაქვს. რომელიც კითხვა გამეორე რომ მებადება ნელ-ნელა და გზა. კითხვა იყო ისო ვირჩევთ თუ არა ჩვენს ხელს და ამიტომ ხო და ამ ჯგუფებს აქვს ძალიან კონკრეტულად ნათქვამი ნებისმიერ შემთხვევაში რახან სულიერ სამყაროში შენი შეგნება ბევრად უფრო მაღალია ვიდრე აქ. იმიტომ რომ აქ ეხლა რა მოცემულობის წინაშე ვდგევართ. ჩვენ ესე იგი ვისახებით სხეულში რომლებიც ჯერ სხეული უნდა გაიზარდოს, მიაღწიოს სრულწლოვანებას, ანუ ის რომ თავისი გონმა უკვე შეძლოს უკვე აზროვნება და სადღაც ანუ ეზოთერიკულად რომ შევხედოთ 40 წლის ადამიანი უკვე არის ბოლომდე ჩამოყალიბებული, რომელსაც უკვე ყველაფერი აქვს დალაგებული, საიდანაც უკვე შეუძლია განვითარება. მანამდე 40 წლამდე სულ იზრდება, ანუ იზრდება ფიზიოლოგიურად, იზრდება ხო თავის სრულები აქვს, თავის მოთხოვნილებები აქვს სხეულის, ბევრი რაღაცები აქვს, რაც სხეული უნდა გაითვალისწინოს. და 40 წლიდან უკვე არის ფაქტურად სრულწლოვანი ადამიანი, რომელსაც უკვე შეუძლია თავის თავს დაუთმოს დრო, როცა უკვე ბავშვებიც უკვე ცოტა წამოზრდილი ყავს და ვალდებულებებიც ასე თუ ისე დალაგებული აქვს, მაგრამ უთმობს დროს ან ვითარდება, მიდის განვითარებისკენ, ან ამას ყოველთვის უკვე არჩევას თვითონ ადამიანი იღებს, მაგრამ მზად იმისთვის რომ მიიღოს ინფორმაცია და ანუ სამყაროზე მეტი დრო დათმოს და სულიერად გაიზარდოს და ანუ გაიგოს თვითონ რა უნდა, ამასაკიდან უკვე ადამიანს შეუძლია კონდეს ინტერესი იმისი, რომ დავუშვათ დაიწყოს სულიერი განვითარება. ეს არის როგორც ანუ ფიზიოლოგიურად ეზოთერიკა ესე მეტყველებს და აქედან გამომდინარე ის დავუშვათ სულიერ სამყაროში სულები
ანუ რაც თავშოთ ახლა 40 წელი იმიტომ ვახსენე რომ სულ ეს სამყაროში სულებს ეს მდგომარეობა შეგნება იქ უკვე იქ არ არიან პატარები და არიზდებიან ის სულ ყოველთვის უკვე ჩამოყალიბებულია და ყველაფერი კარგად იცის რა უნდა შესაბამისად იქ სადაც იბადება როგორც ამბობს ეზოთერიკა ამას დეტალურად გადის როგორი სხეული ექნება რისი შესაძლებლობა ექნება მიახლოებით ექნება იმის გაგება რისი გაკეთება შეიძლება და რა მიმართულებით შეუძლია განვითარება რა თქმა უნდა ეს იცი ანუ შენ ამას გადიხარ მე როგორც მეუბნებიან რომ ამას გადიხარ შენ ფარველ ანგელოსთან და შენ იმ ანგელოს კურატორთან რომელიც შენ კონკრეტულ ცხოვრებას გირჩევს აქედან გამომდინარე გასაგებია რომ ანუ ჩვენ მე გვებლოკება მეხსიერება იმიტომ გვებლოკება რომ ჩვენ ეს არ უნდა გვახსოვდეს თუ კი გემახსოვრება მაშინ ამ თამაშს აზრი არ აქვს ეს არის ფაქტურად თამაში სადაც შენ თვითონ ხარ დამკვირვებელი შენივე თავის რომელსაც აკვირდები სულიერი სამყაროდან მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ შენ არ გაქვს თავისუფალი ნება შენ გაქვს თავისუფალი ნება მოცემული ღმერთისგან და შენ გაქვს ყოველთვის არჩევანის თავისუფლება არავინ არ თქვას რაც უფრო მეტად გებულობთ სულიერი სამყაროს და მეტად გებულობთ ეზოთერიკის პრინციპებს და სიყვარულს გებულობთ და გებულობთ დაუშვათ წმენა ვიცი ანუ წმენა შემოდის ჩვენ გულში რაღაცის გჯერა და ანუ წმენაზე დაყრდნობით ცოდნაზე დაყრდნობით და ჩვენ გულზე დაყრდნობით რომელიც ჩვენ სულის გულზე რომლისთანაც ჩვენ რაღაცებს ვაკეთებთ მოქმედებით და ინტერესები გვაქვს ამ სამყაროში აქედან გამომდინარე ჩვენ ამ ყველაფერზე დაყრდნობით ჩვენ ვითარდებით მივიდივართ რაღაც მიმართულებით და ყოველთვის ამაზე დაყრდნობით ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს თავისუფალ არჩევანს ნებისმიერ არჩევანს რასაც ჩვენ გავაკეთებთ ეს ყოველთვის გამომდინარეობს ამ ყველაფრიდან და ჩვენ ყოველთვის გვაქვს უფლება გავაკეთოთ არჩევანი ჩავარდაც გვინდა ხო უარყოფითის კენას და დადების ანუ ადამიანმა რომელსაც აირჩია რომ იყოს დავუშვათ აირჩია იყოს დესტრუქციული და აფუჭოს ყველაფერი და იყოს წინააღმდეგი საზოგადო რაღაცების წინააღმდეგი როგორც ეს შეცდომა არ იყოს მისი და ეს იყოს მისი არჩევანი მე არჩევანი არ შეიძლება რომ შეცდომა იყოს არჩევანი უკვე არჩევანია რომელიც ცდარია რა არა ცდარი როგორ არის იმან ანუ შეგნებულად აირჩია ეგზა შეგეშალა ნიშნავს რომ ბოდიშს იხდი და რასაც ეგრელი გეძახის რომ ეს არის ეშმაკი ანუ ეშმაკი რატო არის ეშმაკი იმიტომ ეძახის სულიერება იმას ეშმაკს იმას არჩევანი აქვს გაკეთებული ის ეშმაკი არ ინანიებს და ის არ ამბობს რომ ეს შემეშალა იმიტომ იმის რომ ვთქვა კიდე რომ გამომიშვა დედამიწაზე კიდე იმიტომ ვიზავრო ეს მინდა რომ ვაკეთო ამიტომ ნახე აქ სულის ნებაა რომელსაც ნებას ღმერთი ითვალისწინებს და აუცილებლად ყველა ითვალისწინებს ნებას რომ ნების წინააღმდეგ წასვლა ნებას აქვს თავისი ნება როგორც თქვა თავისუფლება არჩევანის თავისუფლება რომ გინდოდეს ესა თუ ის შენ თუ გინდა იყო დამანგრეველი და იყო გაფუჭებისკენ მიდრეკილი ამის საშუალებას შენ ვერტი გაძლევს იმიტომ რომ თავარი პრინციპი ის რომ არჩევანის თავისუფლება არ ირღვევა ამ შემთხვევაშიც არ ირღვევა თუ კი შენ გაქვს მარტო ერთი მიმართულება რომ შენ სულ კარგი უნდა იყო მაშინ ეს ეწინააღმდეგება არჩევანის თავისუფლებას მაინტერესებს ძალიან არსებობს თუ არა ბედი აი ხა დავებადა ეგ კითხვა თუ ჩვენ თავიდანვე ვირჩევთ თავიდან გავდივართ ბედი არსებობს ბედი თუ ყველაფერი ჩვენ არჩევანია რაღაცისთვის ხდება ბედი არსებობს უკვე როგორ არის იმ მოცემულობაში და მათემატიკურად შევხედოთ იმ მოცემულობაში როდესაც სულმა გამოხატა რაღაცა ნება ამ ნებას აქვს თავისი გზა ხო და ეს გზა აუცილებლად მიდის ერთი მიმართულებით ამ დროს მომავალი არის ბევრნაირი ანუ არის დავშოთ 10 მომავალი მაგრამ ამ 10-დან ის ერთს რომელსაც ირჩევ ის აუცილებლად მიდის მაგზით ხო აქედან გამომდინარე ამას თუ კონკრეტულად ერთ არჩევ ანუ 10 მომავლის არჩევნის ერთ-ერთ გზას შენ დაარქმევ შენ პირად არჩევანს რომელი გზა შენ არჩევ ცხოვრების ეგ შეგიძლია მაგას შენი ბედის დაარქვა
იმიტომ დაარქვა ბედი, ყოველთვის შეგიძლია შეცვალო, იქიდან გამომდინარე თუ რა არჩევანს შენ თვითონ აკეთებ. ამიტომ ბედის წერას რასაც ეძახიან, თუ კი შენ ყოველთვის შეხედულება რასაც უყურებ, შენი შეხედულება სამყაროს მიმართ არ შეიცვლება, შენი თვალნეჩვევები არ შეიცვლება, რაზეც ვაპარაკობდით გადაცემამდე. შენი პირადი არჩევანი არ შეიცვლება და შენი შეხედულებები სულ სტატიკურად იქნება ერთი და იგივე, მინდა შენ ყოველთვის შენ თავს განუცხადებ, რომ მე არანაირ შეხედულებას ამ სამყაროს მიმართ არ ვცვლი და ამ შეხედულებით მინდა თელი ცხოვრება გავატარო, ეს უკვე შენი კონკრეტული გზა არის, რომელსაც თავისუფლად შეგიძლია ბედის წერა დაარქვა. შემთხვევითობაზე რას მოგყვება? შემთხვევითობას, ეზოტერიკას და სულებას ამას შემთხვევითობა არ არსებობს. შემთხვევითობა არსებობს, იმიტომ რომ ყოველთვის არსებობს არჩევანი და ყველა არჩევნიდან გამომდინარე ხდება ის, რაც უნდა მოხდეს. და თუ დავუშვათ კონკრეტული პიროვნებები ხვდებიან კონკრეტულ პიროვნებებს, ესეც უკვე არის მოცემულობა, რომელიც უკვე სულეს სამყაროდან მოდის. ესე იგი რა ხდება? პრინციპი რა არის, რომ ყველაფერი მატერიალური სინამდვილეში სულეს სამყაროდან იმართება. სულეს სამყაროდან იმართება მატერიალური სამყარო და არა პირიქით. ეს ცოდნა, ანუ რაც უფრო მეტად ამას გავიგებთ და მეტად ვეცდებით, რომ ამ მიმართულებით გავიღრმავთ ცოდნა და გავიგოთ ანუ ის ანუ რაშიც ეზოტერიკა დაგვეხმარება და მეორე მხრივ კიდე რელიგია, უფრო გავალთ იმ სწორ გზაზე, რომელიც დავუძეთ ზოგადად ჩვენ ცივილიზაციას დაეხმარება სამომავლოდ. ჩვენ ანუ დრო როგორც ესეთი განვითარების დრო როგორც ესეთი სულეს სამყაროში არ არსებობს. იქ არსებობს სუბიექტური დრო, ობიექტური დრო არ არის. სუბიექტური დრო რას ნიშნავს? უყურე, სუბიექტური დრო ნიშნავს, რომ მე ხარ სულეს სამყაროში და ჩემთან არ არის დრო. ანუ ჩემთან არის სულ დღეს, არ არის ხვალ. რახან ჩემთან არ არის გუში, რახან ჩემთან სულ დღეს არის. ესე იგი ჩემთან არ არის დრო, ობიექტური დრო არ არის. მაგრამ რახან შენ უკვე ხარ სულეს სამყაროდან წამოსული, ჩემი მეგობარი, რომელიც გუშინ ეგრე ერთად ვლაპარაკობდით. გუშინ რა, ისის დღეს იყო ჩემთვის. ცოტა ხნის წინ. ანუ ეს უკვე სუბიექტური დრო არის. ცოტა ხნის წინ, ანუ თანმიმდევრობა ხომ მაინც არსებობს. თუ კი დრო არ არსებობს, მაშინ იქ საუბარსაც ვერ შეძლებ. იმიტომ რომ ის დროც აღარ იქნება, მაგრამ თანმიმდევრობა ხო უნდა იყოს. აი უკვე სუბიექტური დროა. გაირთულია, მაგრამ გავიგე. ამ სუბიექტურ დროში თუ კი იქ სადღაც დრო გადის, ესე იგი შენთვისაც აქ უკვე სუბიექტურად დრო გადის იქ. ანუ იქ არის აქ და ახლა. იქ არის აქ და ახლა. აქ და ახლასთვის აღქმა ის, რომ დავუშვათ, სადღაც უკვე დრო ხო არის ჩართული მატერიალურ სამყაროში. მატერიალურ სამყაროში დრო არის ჩართული, ესე იგი სულეს სამყაროში სუბიექტურად არის დრო. მითხარი, გავიგე. და ახლა სულიერ სამყაროსაც შეეხება მითხარი ჩვენი სული ძილის დროს რომ გადადის სიზმრის დახმა ანუ სიზმრის დროს ჩვენი სული რომ უბრუნდება თავის საწყის მაგრამ გაცნობიერება და გაუცნობიერება ხო მანდ არის ფაქტობრივად მე როგორ შევხედე იცი ანუ ცოტა მე თვითონ როგორ გავიგე მე თვითონ ესე გავიგე რომ თუ კი ცოტა მატერიალურად შევხედოთ რა წარმოიდგინე ხალხ ჩვენ ვართ სხეულში არ გვჯერა რომ ვართ სულები, არანაირი სულიერი სამყარო არ არსებობს, არაფერი ეს ყოფილი ილუზია, ყოფილი ტყუილი, არსებობს მარტო მატერიალური სამყარო, ჩვენ ვართ შემთხვევით და რახან ესეთი გონი მოგვეცობოთ ეს მატერია ესე ვითარდება და იმიტომ რომ ჩვენმა მშობლებმა მოგცეს რაღაცა მემკვიდრეობით გვერდო რაღაცა გონება, რომელიც ბაზის საშუალებაზე ვიმეთყოთ, ვისაუბროთ, ვართ სოციალურები, მაგრამ ეს არ არის არანაირი სულიერება ამასთან დაკავშირებული, ეს არის ჩვეულებრივი მატერია. ხო. დიახ. აქედან გამომდინარე, ეს არის ჩვეულებრივი მატერია, არ არსებობს სულიერი სამყარო, მაგრამ არსებობს რაღაცა, როდესაც შენ იძინებ, მე სადაც მიდიხარ, გამოდიხარ, ანუ გადადიხარ რაღაც სამყაროებში, როდესაც ელაპარაკები და როდესაც თუ აკვირდები იმას, როდესაც შენ სიზმარში საუბრობ, ან სიზმარში ფიქრობ, ან სიზმარში რაღაცას ხედავ, ზუსტად ეს ფიქრი გაქვს, რომელიც ქონდა სხეულში. ფაქტობრივად გონება, შენი აზროვნება და შენი ანალიზი იგივე რჩება. აქედან გამომდინარე, ეს არის პატარა, მე ვიტყოდი რომ მატერიაში მყოფი ადამიანის რომელსაც არაფერს არ ჯერა,
პატარა მინიშნებასავით გამოდის. თუკი არაფერი არ არსებობს, მაშინ ბოლომდე დავიჯერებდი, რომ ჩვენ მარტო მატერია ვართ და სული არ გაგვაჩნია, რომ ეს პატარა ფანჯარა არ არსებობდეს. სიზმარიც რო არ არსებობდეს და არასოდეს არავისთვის არ იყოს არანაირი გასვლა არსად და არაფერი მიახლოებით არ არსებობდეს, მაშინ ჩვენ არაფერი არ უნდა გქონდეს, როდესაც ჩვენ ხუჭავთ თვალებს. და ისევ ვიღვიძებ, ისევ სიჩუმე უნდა იყოს და სიბნელე, ბევრს მართლა გონია, რომ ადამიანი როდესაც კვდება, სინათლეს აკრობენ, ვიღაცა ცუდი ბიძია შუქს აკრობს და არის წოდიადი და სიჩუმე და სიბნელე. ანუ შენ როგორც ინდივიდი აღარ არსებობ, ანუ კვდებილას და მთლიანად კვდები. ქრები. და ანუ ჯერ ფიზიკაში არ შეიძლება რომ გაქრე. ენერგია. ეხლა ენერგია, ის ანუ ენერგიის ხო ფიზიკაში არ შეიძლება რომ რაღაცა იყოს და მე ის აღარ იყოს. ეგეთი შეიძლება გადავიდე სხვა მდგომარეობაში, მაგრამ ის რო აღარ იყოს, ეს ენერგია თუ კი არის, ეს ენერგია ვერ ქრება. აქედან გამომდინარე ისო დავუშვათ, ისო შენ სიზმარში ხარ, სიზმარი უკვე აქ მანდ უკვე ფაზა არის, ეზოთერიკულად როგორ არის, სიზმარს აქვს ეზოთერიკულად ახსნა ის რომ სიზმარი არის შენი სხეულიდან გასვლის ორი მდგომარეობა, ერთი გაცნობიერებული და მეორე გაუცნობიერებელი. გაუცნობიერებელი რას ნიშნავს? შენ გამოხვედი სხეულიდან, მაგრამ ამას ვერ მიხვდი. რომ შენ არ იცი რომ სხეულიდან გამოდიხარ. მაგრამ შენ როდესაც გაახილე თვალები და შენმა გონებამ დაინახა რაღაცა, შენი პროექცია თვითონ შექმენი სამყარო, რომელიც ასტრალში შენ ამის საშუალება გეძლევა და ხედავ იმას, რის დანახვად შენ შეგიძლია დაინახო. ანუ შენ თვითონ ქმნი იმას, სადაც ხარ. სიზმარი არის შენივე პროექცია, საკუთარი პროექცია იმისთვის, რომ იმ სულმა შეძლოს რაღაცა სცენარში ყოფნა, რაღაცის გადამუშავება თუნდაც იმ ინფორმაციის, რომელიც შენ დღის განმავლობაში სხეულში ქონდა, რაღაცები ნახო, რაღაცები ვიღაცებს ელაპარაკო, ეს ყველაფერი სინამდვილეში არ არსებობდეს, ანუ ასტრალში არ ელაპარაკებოდეს ფიზიკურად სხვა სულებს, ეს ყველაფერი იყოს შენი წარმოსახვა, მაგრამ ეს წარმოსახვა პროექცია შენთვის შეძელი, იმიტომ რომ სულს ასტრალში ამის გაკეთება შეუძლია. და გაცნობიერებული სიზმარი, როდესაც კი იწყება, შეგიძლია სიზმარში ხვდები, რომ შენ ხარ სიზმარში და შეგიძლია რომ აკონტროლო უკვე მოვლენები, იმ წუთასვე ჩერდება სცენარი, იმ წუთასვე რაღაცა ადგილია, რაღაცა მდგომარეობა, რაღაცა ლოკაცია, ვითომ სადაც ხარ სიზმარში, ყველაფერი ქრება, იმიტომ რომ შენ ხვდები, რომ შენ ხარ ამის ყველაფრის რეჟისორი, ასე ვთქვათ, და ამ ყველაფერს შენ თვითონ აკეთებ. ამ დროს უკვე გადადიხარ გაცნობიერებას ასტრალში, სადაც შენ ხედავ, რომ შენ ხარ, ამას უკვე აცნობიერებ და ამ მდგომარეობას უკვე ამ გაცნობიერებულ მდგომარეობას ყვინდა ასტრალში ყოფნა. და რახან შენ ხარ ბმაში შენ სხეულთან, რომელსაც შენ ანუ ბევრს გონია, რომ როდესაც სხეულიდან გამოდიხარო, მაგის რო გვეშინიაო, იმიტომ რომ ხო შეიძლება უკან ვეღარ დაბრუნდეო. ანუ მანდ ხარ რა ხდება, უკან არ არსებობს ვერ დაბრუნდა, ეგ არის ცოტა ანუ ისეთი გაგება რომ არ იცი, იმიტომ რომ შენ სიცოცხლესთან ბმა, შენ სხეულთან ბმას ამას შენ ვერ წვითავ, თუ შენ სხეულს არ მოკლავ, ისე ვერ გახვალ. და შენ თუ გადიხარ ანუ ასტრალში, ან სიზმარში, სანამ სხეულს ძინავს, სანამ სხეული არ გაიღვიძებს, მანამდე შეგიძლია იყო. მაგრამ ისე რომ შენ წახვიდე და იქ აღარ დაბრუნდე, ისე არ არის, ანუ შენ სხეულთან მთლიანად ვერ გამოდიხარ. შენ გამოდიხარ ნაწილობრივ, მაგრამ ის სიცოცხლის ფუნქცია, რაც სხეულს აქვს, რომელსაც სულისგან აქვს მიცემული, იმ სიცოცხლის ფუნქციის შეწყვეტა მარტო ღმერთს შეუძლია. მივხვდი? აქედან გამომდინარე ისეთი სისტემაა შექმნილი, რომ შენი ნებით, რომ იმ სხეულში რომელშიც ხარ, მარტო სხეულის დაზიანების გარეშე შენ გასვლა არ შეგიძლია. უნდა გკითხო, გავიგე და უნდა გკითხო აუცილებლად. თუ ჩვენ ყველანი რეინკარნირებული ვარ, ხო, მაშინ რაღა ჯოჯოხეთი და 64 იქ ვინ არიან? თუ ყველა სული რეინკარნაცია, თუმცა 64 და ჯოჯოხეთი. ანუ ჯოჯოხეთი, ანუ ხო გეტყვი, ამას როგორ ყველს რეისარებ ეზოთერიკა. ხო.
ეზოთერიკა. ხო არსებობს 64 და ჯოჯოხეთი. თუ რელიგიის ქუჩა. ეგეც ხო, პირობითია. არსებობს დაბალი საფეხურები, სულიერ სამყაროს და მაღალი. პირობითად დაბალ საფეხურებს ეძახით ჯოჯოხეთს. არის კიდე საშუალო საფეხურები და არის მაღალი საფეხურები. მაღალ საფეხურებზე დავუშვათ ანგელოზები ცხოვრობენ, მე ამას რელიგიაც იგივენაირად ანგელოზთა დასის დავუშვათ 9 რანგი არსებობს, სხვა ხარისხის ანგელოზების და ჯოჯოხეთში სხვა ხარისხის დემონების. მათ შორისაც არიან ეზოთერიკა როგორც ამას, მათ შორისაც არის საფეხურები, სულთნად არის 24 საფეხური, სხვადასხვა როგორ გითხრა, სხვადასხვა ცნებებით და სხვადასხვა თეორიებით არსებობს 24 სულიერ სამყაროს საფეხური, ამ 24-დან პირველიდან მე-6-მდე არის ჯოჯოხეთური საფეხურები, მე-7-დან მე-16-მდე არის საშუალო საფეხურები და მე-17-დან 24-მდე არის უკვე მასწავლებლების საფეხურები, ანუ ანგელოზების. საიდანაც უკვე რომლებიც არის უკვე ამ ყოველთვის მასწავლებლები. აქედან გამომდინარე, თუ კი რეინკარნაცია არსებობს, ეს ზუსტად შენ კითხვას ცემს პასუხს ისე რომ რა თქმა უნდა ზოგი მოდის ჯოჯოხეთიდან, ზოგი მოდის საშუალოზე. ანუ გავდივართ, ჩვენი სული მაინც გადის. ანუ ეს ანუ როგორ არის? სანამ მოვალთ კი არა, ანუ ის სულ დავდივართ. ანუ ეს სამყარო სულ არის და ეს სამყარო სულ არის. ორივე სამყარო სულ არის, უბრალოდ ეს სამყარო დროში რახან არის, ეს სამყარო ფეთკანო ჩნდება და ქრება და ეს სამყარო სულ არის. მაგრამ რაღაც პერიოდი აღარ არის ეს სამყარო, ამ სამყაროს რახან მატერია და დრო აქვს. ამ სამყაროს უნდა რაღაც პერიოდი რომ ეს სამყარო დაიწყოს ცხოვრება, მე რაღაც მილიარდობით წლები ცხოვროს, მე ისევ ეს galaktikები და სამყარო ისევ ერთად ერთ ციკლში შეერთდეს, ისევ აფეთქდეს და მე ისევ დაიწყოს ახალი. და ამ ციკლის დროს, როდესაც ერთი იწყება და მეორე მთავრდება, ეზოთერიკა ამოსვლა ეს არის რაღაც 150 მილიარდი წელი. ამ 150 მილიარდ წელიწადში ხა ჯერ გასულია 18 მილიარდი მიახლოებით და ამ სამყაროს აღსასრული ძალიან შორს არის. კიდე 100 რაღაცა მილიარდი წელი დარჩა, მაგრამ ეს სულისთვის არ არის მნიშვნელოვანი. სულისთვის მნიშვნელოვანია თვითონ რამდენჯერ მოვა თუ წავა, ნებისმიერი ეს ცხოვრება ყოველ როგორ არის დღეს დავუშვათ შენ თუ აირჩი ამ სამყაროში ყოფნა და დღეს ხარ აქ, ქრისტიანობაც არის სწორად გეუბნება, შენთვის მეორედ მოსვლაც და შენთვის სამყაროს აღსასრული მაშინ არის როცა შენ კვდები. შენ რაში გაინტერესებს, როდის მოკვდება, ვინც ჯერ არ დაბადებულა. წარმოიდგინე, აი, იქეთ იყურები სადღაც, აი, 1 მილიონი წლის მერე, შენთვის ამუშობა, შენ გადიხარ, შენ სულიერ გაკვეთილს, შენ გადიხარ შენ სკოლას, შენი სკოლა როდის დაინგრევა და სხვა შენობას როდის ააშენებენ, შენ სკოლაში ვსწავლობ, გაინტერესებს? როცა სწავლობ კიდევ, აღარ სწავლობ არა? ხო, ანუ შენ სანამ სწავლობ, შენ სანამ დაამთავრებ, დავუშვათ, შენ სულ 10 წელიწადში დაამთავრებ სკოლას. მაგრამ 60 წლის მერე ამ შენობაში რა იქნება, ეს შენ რას გაძლევს? ნამდვილად. დღეს შენ სკოლაში, შენ გაკვეთილთან და შენ მასწავლებელთან ურთიერთობაში ეს რამეს გიმატებს ან გაკლებს? ხო არა. ხო, აქედან გამომდინარე, მატერიალურ სამყაროში ხა კიდე აქ რამდენი ხანი იქნება ცხოვრება, ეს ჩვენთვის როცა ზუსტად კონკრეტულად ჩვენ 100 წელზე მეტი დრო რო გვინდოდეს, მაინც არა გვაქვს. ამ შემთხვევაში ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის. იმიტომ არ არის, რომ ანუ დავუშვათ, იესო ქრისტეს გეუბნება იმას, რომ შენ დღეს უნდა იცხოვრო აქ გაკეთო შენი სიკეთე, შენი სული, მოდი სანამ სამყაროს გადაარჩენ, შენი თავი გადაირჩინე რა. შენ თვითონ გადარჩი, მოდი რა, ეზიარე, გაუშვი შენი უარყოფითი ჩააბარე ახსება, ანუ გააკეთე ის, რაც შენ სულისთვის არის თავად. ამას მიხედე. შენ თუ ამასაც ასწრებ, ანუ როგორ გითხრა, შენ თუ ქრისტიანად ცხოვრობ ისე რომ შენ იესო ქრისტე შენ გულშია, ამას ახერხებ. ამასთანავე ოჯახთან ახერხებ ურთიერთობას, სამსახურშიც ახერხებ და თავად კიდე თუ გარეშე რაღაცებს ცოდნებს ხებულობ, კი ბატონო. მაგაში ხელი ვინ შეანო, სიყვარულში, განვითარებაში ხელი ვერ ხენ თუ მსახურები, ესე იგი გიყვარს. და თუ გიყვარს, ესე იგი სწორგზაზე ხარ და აქედან გამომდინარე, ის სამყარო, რომელიც სულ ცხოვრობს, იმისთვის ცხოვრობს, რომ მიეცეს საშუალება იმ სულიერ სამყაროში იმ სულებს, რომელსაც უნდათ ამის გაგანა. ეს არის საშუალება იმის რომ შენ განვითარდე, ანუ ფაქტობრივად ავიღოთ ისე რომ სულიერ სამყარო ჩვენი მუდმივი სახლი
მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია არჩევანზე და ნებაზე. Დავუშვათ, შენ შეგეძლია რომ ამის მერე აღარ მოგინდეს. შენ თუ არასოდეს აღარ მოგინდება material სამყაროში დაბადება და შენ ამ ცხოვრების მერე ცულიერ სამყაროში ყოველთვის დარჩევი, შენთვის ეს არის იქ არის უკუნითი უკუნისამდე იქ არის და აქ არის ძალიან ცოტა ხანი. ამიტომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი, რასაც აკეთებ, იმიტომ რომ იქიდან გამომდინარე, რომ შენ იქ რო აღარ მოგინდეს, ეს რეინკარნაცია შენთვის უკვე აღარ არის. მიხდი? ხوادვილად გაიგე. ძალიან. აქედან გამომდინარე, შიში უკვე იმისი ხო აღარ არსებობს. ნამდვილად. იცი რა არსებობს, ნება არსებობს. როდესაც ფაქტობრივად პატარა ღმერთი შენც ხარ. იმიტომ რომ შენ წვიდაო. შენც ხარ ის ღმერთის ნაწილი, რომელიც ხვებიცანი, ჩვენ ყველა თანაბარი პირობებში ვართ, შესაბამისად ჩვენ ვირჩევთ რა გვინდა და რა არ გვინდა. შენ აქ ყოფნაც არის შენი არჩევანი. ეს ღმერთმა რა თქმა უნდა ამას მისცა გზა და დამისცა თანხმობა, მაგრამ აქ შენც იყავი მონაწილე. ეს შენ ვიღაცამ სადღაც არ გამოგისროლა და მე უშენოდ ეს არ ხდება. იმიტომ რომ შენ ნებას პატივს ცემენ. იმიტომ რომ პატივს ხსევენ შენ როგორც უკტავ სულს, იმიტომ რომ შენ უკვე გაჩნდი. რახან შენ უკვე არსებობ, შენ ღმერთისთვის უკვე არსებობ, შენ მართლის სულ იქნები. და ეს ანუ ღმერთი შენ ძალიან დიდ პატივს ხსევს როგორც თავის შვილს და შენ შვილს როგორ ექცევი. ანუ ყველაფერს შენ შვილს ხო, როგორც ექცევი, როგორც გინდა რომ ის თვითონ გავდო, იმას არ ერევი, თვითონ თავის ცხოვრებას ირჩევს, თავის პროფესიას ირჩევს, შენი შვილი არ გიკითხება, ექიმი გამოვიდეს. ჯანსაღურთი ერთობებში და ჯანსაღოჯახებში აქედან გამომდინარე ღმერთს აინტერესებს შენ რა გინდა და ყველანაირად ხელს გიწყობს რომ განვითარდე. და ძალიან კარგად ხსნი, იდეალურად ხსნი და ყველაფერს ვიგებ და ჩვენი გადაცემა დასასრულისკენ წავიდა და ერთი ბოლო კითხვა რო არ დაგისვა, ვერ დავასრულებ ისე გადაცემას. კეთილი და ბოროტი, როგორც თქვი, ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს. არის ესეთი შემთხვევა, რომ შესაძლებელია, რომ ადამიანი კეთილი არჩევანი იქონოს გაკეთებული, კეთილი იყოს, მაგრამ მე გაბოროტდეს. ამ პირიქით, თუ აი შინაგანად მაინც სადღაც მისი ეს ნაწილი არსებობდა, რომელსაც პროვოცირება ჭირდებოდა და ამით დავასრულოთ. კი ბატონო, აი როგორ არის, შეიძლება ჩვენ ცხოვრებაში დავიბადოთ, შეგხვდეს ისეთი ხალხი, ჩვენი ცხოვრების განმავლობაში, რომლებმაც შეგვიქვთან ის პირობა, რომ ჩვენ ეს მოგვაწონონ. უკეთესობა, ანუ აი მოგვაწონონ დავუშვათ, კეთილი საქმის კეთება და ან მოგვაწონონ რაღაც მოგვაწონონ მატყუარობა, რაღაცის ტყუილის ჩადენა, მოგვაწონონ რაღაცის ისეთის დავუშვათ, ისეთ სფეროში ყოფნა, რომელიც ჩვენთვის დავუშვათ მისაღები არ იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში გავაკეთოთ ეს არჩევანი, გადავიხაროთ იქითკენ. ამას ყველას გავლენას ახდენენ ჩვენზე, მაგრამ ამ გავლენას ჩვენ ხო დავთანხმდით. შესაბამისად, მაინც ჩვენი არჩევანი იყო. აქედან გამომდინარე, შეიძლება რომ შენ აცდე იმ გზას და დავუშვათ მოხვდე იმ ჯოჯოხეთში, იმ გარემოების გამო, რა გამომდის მას აქ მაგისთვის ხელი შეგიწყო, მაგრამ ეგ თუ შენი იქ შენ თუ ჯოჯოხეთში აცნობიერებ, რომ შეგეშალა, ის შანსი მერეც გეძლევა. გეძლევა შანსი, შეიძლება ჯოჯოხეთიდან დაბრუნება. ხო, იმიტომ არსებობს მაგრამ სამყარო, ყველა მხრიდან შეიძლება დაბრუნება. როგორც რომ დაელოდო შენს იმ კონკრეტულ რიგს, დაელოდო შენ იმ მდგომარეობას, იმ სქეს დავუშვათ იმ სამყაროს, სადაც შენ შემდგომში გამოგიშვებენ. ეგ როდის მოხდება? შეიძლება 10 მილიონი წლის მერე სადღაც დაიბადო, მაგრამ ის რომ ძალიან დიდი ხანი შენ მაინც დაგჭირდეს ლოდინი და დაგჭირდეს იმის სინანული, რომ შენ არასდროს იცხოვრე, მაგის ალბათობა არსებობს. ეს რომ წარმოგიდგენე ის რომ შენ ხარ არქიტექტორი ხარ თეატრის, რომელსაც შენ დავუშვათ 30 წლის განმავლობაში აშენებ. შენ ამ თეატრს აშენებ, ჯერ ფუნდამენტს ასხავარ, პროექტს აკეთებ, რესავ რაღაცა, მე ავეჯი შეგაკ, არის კამების გამოსხობის აკეთებ, ერთ-ერთი მუშა ხარ ამ სცენის. ამ სცენას აკეთებ და რო დაამთავრებ, რო გავა 30 წელი, მერე ამ სცენაზე შენ გეძლევა შანსი, რომ იმ ერთ სპექტაკლში, ერთ-ერთ როლში, თუნდაც 15 წუთით მიიღო ეპიზოდი როლში მონაწილეობა. ამ ეპიზოდი მაგ დროს შენ გამოდიხარ სცენაზე. და ამიტომ სცენაზე როგორც გამოხვალ, ის თელი დრო, როცა შენ ამ თეატრს აშენებდი,
აკეთებდი ამას ყოველს ის იმაზე მნიშვნელოვანი უფრო ის არის რომ შენი რა როლი ითამაშე იმიტომ რომ იმის როლი გეძლევა ზუსტად იმ სცენაზე გამოსვლის დრო არის ძალიან ცოტა მაგრამ მაშენების და გაკეთების დრო არის დიდი აქედან გამომდინარე ეხლა ჩვენ თუ ჩავთვლით ჩვენ ვართ სცენაზე სადაც ჩვენ გვაქვს როლი რომელიც ჩვენ როგორც შევასრულებთ ამის მიხედვით მე ჩვენ მოგვეცემა ის ადგილი რაც სცენაზე რა ტაშის დაგვიკრას და როგორც გამოვედით იმის მიხედვით ჩვენ გვექნება ან ჯილდო და ან უკმაყოფილება მაშინ ხვდებით რა დონეზე მნიშვნელოვანია სცენაზე გამოსვლა ანუ არა ჩვეულებრივად ახსენე. ლევან, უღრმესი მადლობა. 40 წუთი და 1 საათი კი არა, დღეები არ მეყოფა შენთან სასაუბრო და ჩაწერის შემდეგ კიდევ მაგ შენთან რამდენიმე. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. გთხოვ დამპირდირო კიდევ ახალ შემგარაცემაში. აუცილებლად. უღრმესი მადლობა. ეს იყო ლევან ლაზარიშვილის სივრცეში. მადლობა ყურადღებისთვის და დროებით. მადლობა.